სატელევიზიო ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოება დასრულდა 2025 წლის ემის ცერემონიაზე. მთავარი ყურადღება არა წითელ ხალიჩას, არამედ სერიალების შინაარს და მათ სოციალურ თუ კულტურულ მნიშვნელობას დაეთმო. საღამო განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა სერიალისთვის მოზარდობა. იმას გარდა რომ შოუმ ყველა ნომინირებულ კატეგორიაში გაიმარჯვა სერიალის მსახიობი ოუენ კუპერი ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელია, რომელიც ემის ჯილდოს მფლობელი გახდა. ნამდვილად ტაბლოიდებმა გამოარჩიეს ოუენ კუპერის შესრულებაც. გარდიანის ყურადღება ახალგაზრდა მსახიობის ბუნებრივმა და ემოციურად გამორჩეულმა თამაშმა მიიქცია. ემის დაჯილდოების განსაკუთრებული ნაწილი იყო ოზი ოსბორნის ხსენება, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა სატელევიზიო და მუსიკალურ ინდუსტრიაში. საღამოზე გაიხსენეს მუსიკოსის კარიერა და ხაზი გაუსვეს მისი შემოქმედების მნიშვნელობას. ოზი ოსბორნის სიყვარული მოკლედ ულევი არის და ნამდვილად ლეგენდა არის. მე ოზი ოსბორნის გახსენების გარდა დაუბრუნდები იმ სერიალს, რომელზეც დავიწყეთ საუბარი, მოზარდობა, რომელიც ფაქტობრივად ეპიცენტრში იყო ამ დაჯილდოების. მე ნანახი მაქვს მოზარდობა და მოუწოდა მშობლებს განსაკუთრებით მოზარდების მშობლებს. მე არა მაქვს ნანახი და აუცილებლად ნახავ მეც. ვურჩევდი ყველას მოკრძალებული რჩევა ჩემი მხრიდან, რომ განსაკუთრებით მოზარდების მშობლებმა ნახონ, იმიტომ რომ ეხმარება ძალიან აქტუალურ თემას, ეს არის ბულინგი და სადამდე შეიძლება მოზარდი ბულინგმა მიიყვანოს, აი ამ ასაკში ბავშვების ურთიერთობის ფორმები როგორია, ხანდახან რამდენად დაუნდობლები არიან ისინი და რაღაცნაირად რეალობას შეგვახსენებს და უფრო მძაფრად გადმოსცემს იმ ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც შეიძლება ჩვენ მოზარდ ჩვილებს ჰქონდეთ, თუმცა ჩვენ ამას ვერ ვამჩნევდეთ. გარდა იმისა, რომ შინაარსი არის ძალიან აქტუალური, გადაღების სტილითაც არის გამორჩეული, იმიტომ რომ რეჟისორი ხშირად მიმართავს ამ კადრის უწყვეტობას და ნამდვილად შთამბეჭდავი საყურებელი არის. მსახიობები ეს ბავშვმა მოზარდმა მიიღო ჯილდოები, თუმცა ჩემთვის ერთ-ერთი დამასამახსოვრებელი სცენა არის მისი და მამის ერთობლივი სცენა. მოკლედ მე შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი ნახდად, ძალიან დიდ ხანს გამყვა ეს ემოციები და ყველას ვურჩევდი რომ ნახოს, განსაკუთრებით ვურჩევ რომ მშობლების ისე დამაინტერესა, ეხლა ისე მოყევით ამთა რომ მე აუცილებლად დღეს შევეცდები დავიწყო ამის. ხო, თუ არსები 4 თუ 5 სერიალი, ან დიდიც არ არის. და მე ახლა გაგებული მაქვს რომ საკმაოდ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ამაზე, იმიტომ რომ ეთყობა როგორც შენ აღნიშნე, ძალიან აქტუალური თემაა ეს ბულინგის თემა, ფსიქოლოგიური ტერორი, ასე ვთქვათ, სტრესი და სადამდე შეიძლება ამ ყველაფერმა ადამიანი მიიყვანოს. შენ აღნიშნე უწყვეტი კადრი და ეს კინემატოგრაფიაში საკმაოდ ცნობილი ხერხია, მაგრამ ძალიან რთულად განსახორციელებელია და ამისთვისაც ალბათ. ხო და ეს ძალიან კარგად შეძლო რეჟისორმა ამ შემთხვევაში და გამოხმაურებაზე ლაპარაკობდი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ვნახე, სხვა შორის ეს სერიალი გამოვიდა თუ არა, ძალიან მალევე გამოაქვეყნა მან ეს პოსტი. არ ახასიათებთ ოფიციალურ პირებს და პოლიტიკოსებს ძირითადად Netflix-ის სერიალზე გამოხმაურება, მაგრამ მან თქვა რომ აი ჩემ შვილებთან ერთად ვუყურე და ყველას ვურჩევდი რომ ნახონ, იმიტომ რომ ეს შეგვახსენებს იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ. ამიტომ მოკლედ ჩემი დიდი რეკომენდაცია ორი დღე მაცალებ ნახავ და მე განვიხილოთ ერთად მე და შენ. სიამოვნებით ყველას აზრი ძალიან მაინტერესებს ამ თემაზე, იმიტომ რომ ისეთია თან სწორხაზოვანი არ არის ამ სერიალზე შეფასებები. ძალიან და ძალიან საინტერესოა იქნება ჩემთვისაც შენი აზრის მოსმენა.